ამერიკაში ერთებული შტატების ცენტრალური აზიის 5 ქვეყანასთან, ყაზახეთთან, ყირგიზეთთან, ტაჯიკეთთან, თურქმენეთთან და უზბეკეთთან საბჭო შეთანხმებას აფორმებს, როგორც ამერიკისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების იგივე C5+1-ის ერთობლივ განცხადებაში არის აღნიშნული ეკონომიკური თანამშრომლობა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის იგივე შუა დერეფნის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული, რომლის ფარგლებშიც იგეგმება აღნიშნული მარშრუტის დაკავშირება თრიფთან, ანუ ტრამპის მარშრუტის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, სწორედ ამ სახელწოდებით, რომელიც თავის მხრივ, როგორც ცნობილი არის, აზერბაიჯანსა და სომხეთს დააკავშირებს. ამის გარდა უშინაც მოგახსენეთ, აზერბაიჯანში მყოფი თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანთან ერთად არ დაიშურებს რესურსებს ბაქო-თბილისი-ყარსი მაგისტრალის შემდგომი განვითარებისთვის. და ხო, ციტირებ თურქეთის პრეზიდენტს, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ეფექტიანობის უზრუნველყოფა და აზერბაიჯანთან ერთად ნაბიჯები გადაითქმება. რა გითხრათ, აქ კიდევ შეიძლება გარკვეული დასკვნების გაკეთება, მაგრამ კითხვის არს ზოგადად ეს არ შეცვლის, სად არის ამ პროცესებში საქართველო და რამდენად აქტიურები უნდა ვიყოთ, როცა ჩვენს გარშემო, ან სულად ჩვენს ტერიტორიაზე გამოვალ ეკონომიკურ აქტივობასთან დაკავშირებით, ჩვენს გარეშე მსჯელობენ, ან სულაც იღებენ გადაწყვეტილებებს. მე მადლობა მინდა ამ თემაზე სასაუბროთ მობრძანებისთვის უთხრა გიორგი ლაბაძეს. გიორგი გახლავთ ქართულ-ამერიკული თავისუფლების ალიანსის დამფუძნებელი და ჩვენთან ერთად არის კიდევ ერთი გიორგი დავითაია, ის გახლავთ ქართულ-ამერიკული თავისუფლების ალიანსის დამფუძნებელი. დილომშვიდობისა და მადლობა მობრძანებისთვის. დილომშვიდობისა. დავიწყოთ C5+1. C5+1-ით ავუხსნათ პირველ რიგში ჩვენს მაყურებლებს, როდის ჩამოყალიბდა ეს გაერთიანება, რას ემსახურება და მათ შორის შტატების სტრატეგიული ხედვა და მიზნები რა არის ჩვენს რეგიონში? დიახ, ზოგადად ცენტრალური აზია მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ყოველთვის იყო მეტნაკლები ყურადღების ქვეშ შეერთებული შტატების მხრიდან, თუმცა განსაკუთრებით ეს ფორმატის ჩამოყალიბებაზე დაიწყო საუბარი ობამას ადმინისტრაციის ბოლო პერიოდში 2015 წელს, როდესაც მოწვეული იქნა პირველი შეხვედრა ერთგვარად ოღონდ საგარეო საქმეთა სამინისტრების ფარგლებში. თუმცა დროთა განმავლობაში ამ შეხვედრებს ყოველ 2 წელს ერთხელ ტარდებოდა და ამ შეხვედრებს გარკვეული განვითარებები ჰქონდა. კოვიდის დროს იყო ჩავარდნა ერთგვარად, მაგრამ ბაიდენმა გასული პრეზიდენტმა მისი ვადის ასევე ბოლო ფაზაში 23 წელს მოიწვია უკვე გაეროს გენასამბლეის ფარგლებში პრეზიდენტები, ანუ საგარეო საქმეთა სამინისტროებიდან გადაინაცვლა უკვე პრეზიდენტების დონეზე, რასაც რა თქმა უნდა უფრო მეტი სიმბოლური დატვირთვა შეიძლება შეეძინა და თუმცა ტრამპის პირობებში ესე ვთქვათ, ეს ურთიერთობა სრულიად ახალ ფაზაში არის გადასული, იმიტომ რომ არანაირი გაეროს ჩატარება არ იყო ნიუ-იორკში აუცილებელი, იმისათვის რომ მოწვეული ყოფილიყო ეს 5 პრეზიდენტი, 5 ლიდერი ვაშინგტონში და კონკრეტულად ამ 5 სახელმწიფოს გარშემო ემსჯელად. ანუ მომენტუმით ისარგებლა ეს, რომ ყველა ერთად იყო თუ აი რა? არა, ეს იყო კონკრეტული მოწვევები აი ამ პრეზიდენტების მიმართ, რომ ცენტრალური აზიის სამომავლო ინფრასტრუქტურის ენერგორესურსების აქვს ესეთი ღრმა ფესვები, რეალურად შედარებით რო გადავახვიოთ, წინა პრეზიდენტების ადმინისტრაციიდან არის ჩაყრილი მისი საფუძვლები? კი, შეიძლება ისე ითქვას, უბრალოდ იმის გამო, რომ დონალდ ტრამპი მოგეხსენება ენერგორესურსების გამოყენების და მინერალებიდან გამომდინარე ის ძალიან ბევრს მუშაობს, რომ თქვათ ამერიკამ ჩინეთთან მიმართებით რაღაცნაირად გააწოროს და გადაასწროს კიდეც ამ მიმართულებებით. ყაზახეთი და ცენტრალური აზიის სხვა სახელმწიფოები რესურსების მიმართულებით ვიცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ადგილებია და ქვეყნებია. ასე რომ მას უნდა რომ გამოიყენოს ეს შანსი, ესე ვთქვათ, და დაუპარტნიორდეს ის, ანუ ამერიკა დაუპარტნიორდეს ამ სახელმწიფოებს პირველ რიგში და არა, თქვათ, ჩინეთი და რუსეთი, რომელიც ამერიკის გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეები არიან და ეს ყველაფერი რეალურად ეხა მაგალითად თურქმენეთის მაგალითი რომ მოვიყვანოთ ჩვენ ძალიან ხელსაყრელია ამ სახელმწიფოსთვის ამერიკასთან ასეთი ურთიერთობა, იმიტომ რომ შეერთებული შტატები ამ ადმინისტრაციის პირობებში განსაკუთრებით არის, ესე ვთქვათ, განწყობილი იმისკენ, რომ თურქმენეთმა რაც შეიძლება მეტი ბუნებრივი აირი ამოღება მოახდინოს და შემდგომში გაყიდოს ამერიკის პარტნიორებთან. და მხოლოდ რუსეთზე როგორც აქამდე ისტორიულად აქვს. ეს არის ასევე ეკონომიკური გარდა მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური შემოbrunება ჩემი აზრით, იმიტომ რომ ამერიკელები მიხვდნენ რომ დიდი ხანი ხვდებიან პრინციპში, მაგრამ
ну, ვერ ხდებოდა ესე ვთქვათ, დარწმუნება ევროპელი მოკავშირეების, რომ არ შეიძლებოდა რუსული ნავთობზე ამდენი ხნით დამოკიდებულება და ახლა იმასაც ხვდებიან, რომ თუ რუსული ნავთობი და გაზი არა, მაშინ რა უნდა გააკეთოს ამ მისმა პარტნიორებმა, ხო? და ერთ-ერთი ალტერნატივა არის სწორედ ეს თურქმენეთის გაზი, რომელსაც ძალიან ბევრი გაზი აქვს და აი სწორედ თქვენ მიერ ნახსენები ტრანსკასპიური მილსადენის საკითხი უკვე ნენელა ესე ვთქვათ სერიოზული ხდება, რაც ყოველთვის იბლოკებოდა ხოლმე რუსეთის მიერ და ირანის მიერ. ეს ფორმატი თქვენი დაკვირვებით გიორგი, ანუ C5+1 უნიკალური იმით არის, რომ წელს ახლა პირველად როცა ჩატარდა გიორგი მას აღნიშნა, რომ მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ტარდებოდა, ახლა პირველი პირების დონეზე ჩატარდა და საინტერესო ის არის, რომ უშუალოდ ტრამპმა მოიწვია ვაშინგტონში ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერები. 8 ნოემბერს დაიდო ხელშეკრულება, რომელიც საკმაოდ ფართო გაგებით არის დადებული. აქ შედის როგორც ენერგომატარებლები, ასევე იშვიათი მინერალები, რომლის დიდი რაოდენობა აქვს ყაზახეთს. მსოფლიოში მესამე ამ რაოდენობით ჯერჯერობით კვლევები მიმდინარეობს, დაზუსტებული რაოდენობა არ არის, სავარაუდო ციფრებზეა საუბარი. ასევე ამ ფორმატში წელს განიხილა ისიც, რომ დამატებით გაძლიერდება IT სფეროში, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, ამერიკელები დაეხმარებიან ბიუროკრატიული საკითხების მოწესრიგებაში, ლოგისტიკური კვანძების გაყვანაში და საინტერესო ისიც არის, რომ ამ ფორმატს დაემატა ერთ-ერთი პანელი B5+1. ეს არის ბიზნესების ფორმატი. 2024 წელს ჩატარდა პირველად ალმა-ატაში, ყაზახეთში და ახლა 2026-ში იგეგმება ბიშკეკში რო არის ეს ფორუმი? American Business და. კი, ახლა იგეგმება 2026-ში. თებერვალში 4 თებერვალს უნდა ჩატარდეს ეს ღონისძიება. კარგი, და იცი რა მაინტერესებს? ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც წერან გიორგიმ ამ შემთხვევაში გააკეთა შესავალი. ეს ფორმატი C5+1 მოიცავს მთლიანად შუა აზიის ქვეყნებს. აქ ვართ გაჩერებული თქვენი აზრით ამპის ჰიპერაქტიულობიდან გამომდინარე თუ საუბარი იმაზე, რომ დაემატოს აზერბაიჯანი ამ შემთხვევაში და გახდეს C+1. ჩემთვის ეს ძალიან რეალისტურია, იმიტომ რომ აზერბაიჯანზე როგორც რეგიონში ამერიკის ყველაზე ძლიერ პარტნიორზე პრინციპში, ანუ გულისხმობ სამხრეთ კავკასიას, ხო? ამაზე მე პირადად უკვე ძალიან ბევრჯერ მოვისმინე მოსაზრებები და საბოლოო ჯამში რას უნდა დავაკვირდეთ, აქ და რატო არის ეს რეალისტური. ცენტრალურ აზიას მხოლოდ მაშინ აქვს მნიშვნელობა, თუ მათი რესურსები შესაბამის გზაზე გამოივლის და მიაღწევს ამერიკის პარტნიორებამდე, ანუ ამ შემთხვევაში ევროპის ქვეყნებამდე. და თუ ამ შემთხვევაში აზერბაიჯანი იქნება ამოვარდნილი აქედან, რა თქმა უნდა, ის მნიშვნელობა, რაც ცენტრალურ აზიას უნდა მიენიჭოს, შეუძლებელია, რომ იქნას მათთვის გადაცემული. ასე რომ ეს ხუთივე სახელმწიფო ღია არის და თავადვე ითხოვენ აზერბაიჯანს, რომ ამ ფორმატში უფრო აქტიურად ჩაერთოს. სანამ აზერბაიჯანზე გადავალთ, კიდევ ერთხელ მინდა არსებულ ფორმას დაუბრუნდეთ. ანუ რა მოიცვა ამით რეალურად ამერიკის ადმინისტრაციამ ამ ფორმატით C5+1 და გარდა ეკონომიკური და ბიზნეს თემატიკისა არის თუ არა აქ ცხადია პოლიტიკური მდგენელი და თუ არის რა ნაწილში? კი, პოლიტიკური მდგენელი არის იმ ნაწილში, რომ ეს რესურსები და ეს ქვეყნები, ცენტრალური აზიის ქვეყნები, პოსტაბჭოთა ქვეყნები არიან და დაკავშირებული იყვნენ რუსეთთან ეკონომიკურად და პოლიტიკურად. ამ შემთხვევაში ამერიკა ცდილობს, რომ თავისი ინტერესები გაამყაროს, ეს რესურსები მის პარტნიორებამდე მიიტანოს და მისი ესე ვთქვათ, მისი დროშა აღიმართოს ცენტრალური აზიის ტერიტორიაზე. ასევე ჩინეთის შემაკავებელი ფაქტორიც არის, ჩინეთი უმეზობლდება კიდევაც ცენტრალური აზიის ქვეყნებს და ჩინეთს თავისი ეკონომიკური ინტერესები აქვს. შესაბამისად, ამერიკას უნდა ჩინეთის შეკავება და ამ ტერიტორიიდან თავისი კორიდორის მეშვეობით გატანა და არა რუსეთის. რომელიც ადრე სახმელეთო გზით რუსეთი იყო მთავარი ლოგისტიკური კვანძი, რითაც ევროპაში გადიოდა. ცდილობა ჩინეთის და რუსეთის საზღვარზე შეიქმნას მძლიერი სამოკავშირეო ბიზნეს-ეკონომიკური ერთობა. შეგვიძლია ეს ვთქვათ, რომ ამ დროისთვის C5+1 ეს არის? კი, შეიძლება ეს ითქვას. მათი, ანუ ამერიკის მთავარი ამოცანა ახლა არის, რომ როგორც გიორგი თქვა, ჩინეთი და რუსეთი იქნა შეკავებული და ამის მიბმა შეიძლება შუა კორიდორზეც, რომელიც და იგივე აბრეშუმის გზაზე, ხო? ერთი გზით სარტყელის ნაწილში, რაც პრინციპში არის მთლიანად ჩინური პროექტი, ესე ვთქვათ. ამდენად ჩემი მოსაზრებით და რომელიც გამყარებულია სხვადასხვა ანალიტიკური წრეების მიერ ეს არის ალტერნატივა
ანუ შუა კორიდორს პლუს ტრანსკასპია პლუს აზერბაიჯანი და შემდგომ იმედია საქართველოს არის ალტერნატივა იმისა, რასაც გეგმავს ჩინეთი. ანუ ეს არის მიჯნა. თუ საუბარია Silk Road-ზე და აბრეშუმისაზე, ეს არის ჩინური პროექტი ერთგვარად და ეს უკვე არის ახალი ცენტრალური აზია, კავკასია, ეს არის თავიდან ბოლომდე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაგეგმილი ახალი მიმართულება და ვნახოთ ეს მაინც დიდი სუპერძალების ესე ვთქვათ დაპირისპირების ნაწილი არის რა. მაგრამ აქვე ხომ არ დავსვათ კითხვა, რაც გუშინ ჩვენ უკვე დავსვით ეს კითხვა, ამ შემთხვევაში სად არის საქართველო? ანუ რა მოლოდინები გვაქვს ამ მიმართულებით და ხშირად ისმის კითხვა, ანუ ეს არის გამოწვევა თუ ეს არის ახალი შესაძლებლობა. აი აქ სად ვართ და როგორ გამოიყურება ეს ვითარება? გიორგი, ხო? კი, პირველ რიგში მინდა ის თქვა, რომ ამ განხილვებზე საუბარი იყო ტრამპის კორიდორის გავლით ამ ტვიტების გატანაზე. ტრიპი. კი. და ჩვენ ამ ფორმატში არ მივიღებთ მონაწილეობას, არც გვაქვს დიდი ალბათობით კომუნიკაცია ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და არც ამერიკასთან ამ შემთხვევაში. ეს არის რეალურად ჩვენთვის ახალი გამოწვევა. ჯერთი დავაინტერესოთ ეს ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები და შემდგომში უკვე ის ლოგისტიკური გამოწვევები და ის პროექტები, რითაც ჩვენ უნდა გავხდეთ კარგი გამტარუნარიანი გზა ევროპის მიმართულებით. რა ამ შემთხვევაში ჯერჯერობით ჩვენზე საუბარი არ არის განიხილება, რომ ამ ტრიპის და კორიდორის მეშვეობით გავიდეს ეს ტვირთები, რაც საკმაოდ დაგვაზარალებს ჩვენ. გიორგი, სანამ დაიწყებ, უბრალოდ რა ნახე რაზეა საუბარი, იგივე კითხვა მაქვს მეორე გიორგისთანაც. ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, ანუ რო იცოდეს საქმიანმა საზოგადოებამ, სწორედ ეს არის შუა დერეფნის სრული სახელწოდება. განვითარებაზე იქნება ორიენტირებული, რომლის ფარგლებშიც იგეგმება აღნიშნული მარშრუტის დაკავშირება ტრიპთან. ანუ C5 + 1-მა გარკვეული მიმართება მიიღეს ამ მარშრუტთან და ხედვასთან დაკავშირებით. ეს დერეფანი, ანუ შუა დერეფანი, საქართველოზე გადის. ეს არის ცალსახა. ანუ რაღაცაზე მიდის საუბარი ჩვენს გარეშე. შესაბამისად, ნინის კითხვა რო გავაგზავნოთ, ჩვენ სადა ვართ ამ შემთხვევაში, იმედი მაქვს, რომ თქვენ შეავსებთ ამ თემას. ეს განცხადება გარკვეულწილად ირებათ ხო საქართველოსაც ეხება? კი, ყოველ შემთხვევაში ეს მარშრუტი რაც დაიწყეს ახლა სომხ-აზერბაიჯანმა ერთად შეთანხმებულად ამაზე მუშაობა და ამერიკამ ინვესტირება, ხო? ჩვენ არ ვიცით ეს როდის დამთავრდება. ნუ ამბობენ რომ სადღაც 1 წელი, 2 წელი შეიძლება, ხო? ალიევი ამბობს რომ 2028 წლისთვის მე ინფრასტრუქტურას დავასრულებ. ხო, მაგრამ მანამდე ისეც და ასეც ამ ყოველდღიურ საქართველოზე უნდა გამოიაროს. იმიტომ რომ ამისი სხვა ალტერნატივა წინა აწლეულების გეოპოლიტიკური სირთულეებიდან გამომდინარე, ვერც ადრე განხორციელდა და ეხლა ვერ მოესწრება. ასე რომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიაროს საქართველოზე, რაღაც დონეზე. მაგრამ რა როლი ექნება ზუსტად საქართველოს? მონაწილეობთ ახლა მით უმეტეს განხილვებში? არ მონაწილეობთ განხილვებში, ნამდვილად არა ინერციით წამოვა? ნუ სხვა გზა არ არის ამ ეტაპზე, უბრალოდ აქ არის ერთი პრობლემა. თუ ჩვენ არ ჩავერთვებით ამ საკითხებში, იმის მაგირად რომ ჩვენ კიდევ უფრო ავწიოთ ჩვენი პოტენციალი და ვთქვათ პორტის მშენებლობაზე რეალური სურათი გქონდეს, ხო? ანუ ეს პორტი იქნება, არ იქნება თანაკლების პორტი საბოლოო ჯამში, რკინიგზა იქნება თუ არ იქნება საბოლოო ჯამში. ამის მაგირად ჩვენ კიდევ უფრო უკან დავიხევთ და შევხედოთ როდის განვითარდება ახალი გზები ამასობაში. რაც თავისთავად ცხადია, ეს ჩვენთვის ვერ იქნება ვერც გეოსტრატეგიულად მომგებიანი, ვერც ეკონომიკურად და აი როცა უსაფრთხოების გარანტიებზე არის ხოლმე საუბარი, ხო? აი ჩვენ ძალიან რთულ რეგიონში ვართ იდეაში. ეს შესაძლებელია და ამაზე მინდა რომ აქცენტი გავაკეთო, რომ სწორედ ეს გზა, რომელიც იგივე აი ბაქო-თბილისი ჯეიჰანი, რომელიც გახდა უსაფრთხოების გარანტია გარკვეულწილად, ხო? შეიძლება ეს გზაც გახდეს უსაფრთხოების გარანტია, იმიტომ რომ ეს არ მხოლოდ დასავლეთს დააინტერესებს, ასევე დააინტერესებს აღმოსავლეთს. ასე რომ უფრო ნაკლები შანსია, რომ რუსეთმა ესე ყველას ერთად გადაუაროს და არავის ინტერესი არ გაეთვალისწინოს და ჩავკოლაპოს ასე რომ ვთქვა. ასე რომ რამდენად სწორად მიგაჩნიათ მოდი ეს ცოტა რიტორიკულად და თან ცოტა კონკრეტულადაც ვიკითხავ გიორგი დავითაიასთანაც და გიორგი ლაბაძესთანაც. საქართველოს პასიურ პოზიციაში ყოფნა ეს სწორია თუნდაც იმ მიზნებიდან გამომდინარე, რომ შუა დერეფანს ფიზიკურად ესე ვერავინ ვერ აიღებს და ვერსად ვერ გადაიტანს და აქ მაინც აქტიურად იქნება წარმოდგენილი გარკვეული თვითმფრინვა
და რიტორიკულად არის ის მომენტი, რომ პოლიტიკური ჩართულობიდან თუ არ ჩართულობიდან, დაიგნორებიდან თუ ჩვენი პოზიციიდან გამომდინარე, ეს სწორია რაღაცა გრძელვადიანი ხედვიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ბევრი რამ ამ სოფლიოში მithumet ეს მათ შორის 5+1-იც თულად ექვემდებარება პროგნოზს. მე სამის თვითონ გიორგიმ გააგრძელოს. მე მგონია რომ და სად რო ვაკვირდები, ჩვენ სამწუხაროდ ხოლმე ერთხელ ეს თანამშრომლებით, ეხა იყო ყობახეთის ვიზიტი მაგალითად ხო ჩინეთში, რაც ნიშნავს იმას, რომ ფლატ პასივად არ ვართ, მაგრამ თანამშრომლებთ ხოლმე ერთხელ ეს. ჩვენი ისტორიული და რაღაც რეგიონული ბედის წერა არის, რომ რაღაცნაირად ყველასთან თანამშრომლობით რაღაცნაირად უკეთესად გავიდეთ ფონს. და როცა ჩვენ ეხლა ერთხელ ეს თანამშრომლებით, რა თქმა უნდა, მეორე მხარიდან მიღებული მისაღები ბენეფიტები იკარგება ამასობაში. როცა ამასთან ერთად ის ერთი მხარე ჩინეთს გულისხმობ, რეალურად როგორ მიიყვანს აი ამ ჩვენი ინფრასტრუქტურის საკითხს, გაურკვეველია. მაგალითად, ჩინეთს საბოლოო ჯამში რა უნდა? ჩინეთს საბოლოო ჯამში უნდა თავისი საქონლის და ტვირთების გატანა დასავლეთში, ხო? და ამისათვის თუ საქართველოს იქნას გამოყენებული, რომელიც ევროპის მიერ იქნება ბლოკირებული როგორც რუსეთია, ხო? რატო არის საუბარი ახალ მარშრუტებზე? იმიტომ რომ რუსეთის მარშრუტზე უარია ნათქვამი. თუ საქართველოს ამ მდგომარეობაში გადავიდა, მაშინ რაღაცა განაკლებს სპორტის მშენებლობას და ჩინეთი რატო გააგრძელებს ამ პროექტს. ასე რომ რაღაცნაირად საქართველოს უნდა შეძლოს, რომ ლავრების ნაწილში გადავიდეს ისევ. ხო, მაგრამ თქვენ არ ტყობთ რაიმე კონკრეტულ მიმართებებს ჩინეთიდან, გიორგი? ანუ კი, მემორანდუმები ფორმდება, იქ რაღაცა ქათმის ფეხებს კისებს გავიტანთ კიდე რაღაცა შეიძლება შავი დედალის დაავაკლათ ზემოდან, მაგრამ ჩინეთთან კი ბატონო პოლიტიკურ დონეზე მიდის ძალიან აქტიური დაახლოების პროცესი, მაგრამ ჩინეთი არ არის სწრაფი გადაწყვეტილება. მაგას გულისხმობ ზუსტად. თუ ჩინეთი არ დაინახავს, რომ რეალურად მართლა შეიძლება საქართველოსზე გასვლა და საქართველოსდან ევროპამდე მიტანა ამ ყველაფრის. რა თქმა უნდა, ის არ გაიღებს ამ თანხებს და ამ ხარჯებს. ასე რომ, ამიტომაც ლაბოცი სიხუთის და როგორც ტრამპის დერეფანის ნაწილი ჯერჯერობით ხა საომალოდ რა იქნება და როგორ იქნება ამის განსაზღვართულია ჩვენ პროცესებს უნდა დავაკვირდეთ და უნდა ვიყოთ აქტიურად დაკვირვების რეჟიმში. როგორც გიორგი აღნიშნა, ჩვენ მხოლოდ ჩინეთს ვესაუბრებით ამ შემთხვევაში და როგორც დერეფანი ჩვენ საქართველოს ვესაუბრებით. ხო, მეტი არაფერი. ჯერჯერობით მხოლოდ საუბრის დონეზე შემოვიფარგლებული. ჩვენ როგორც ხა დერეფანი და გეოგრაფიულად ვერ გავხრებით. არის საინტერესო პროცესი სომხეთთან და აზერბაიჯანთან მიმართებით. ხვალ 12 ნოემბერს ტრამპი ჯუნიორი ჩადის ერევანში და დახურულ შეხვედრას ატარებს სომხურ ბიზნესმენებთან და საკითხიც ზუსტად ტრამპის დერეფანზეა. ასევე 18 ნოემბერს იქნება აზერბაიჯანი ამერიკის კონფერენცია, ესეც მხოლოდ აზერბაიჯანული მხარე და ამერიკული მხარე დაესწრება ბიზნესების დონეზე. ანუ ისინი განიხილავენ ამ საკითხებს ფართო ჭრილში უკვე და კორიდორთან დაკავშირებით ერთი მთავარი პრობლემა არის სამართლებრივი პრობლემა, რაც ზანგეზურის ეგრეთ წოდებულ ზანგეზურის დერეფანს აქვს. ჯერჯერობით აქ საკანონმდებლო დონეზე როგორც სომხეთმა, ისე აზერბაიჯანმა უნდა იმუშაონ, რომ აქ ეს იყოს გამტარი და აქედან გამომდინარე ჯერჯერობით პერიოდი არის იმისთვის და შეგვიძლია ჩვენ ვიმუშაოთ და ვემუშაოთ ამერიკელ პარტნიორებს, ცენტრალური აზიის ქვეყნებს, რომთან ჩვენ საკმაოდ კარგი სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს ექსპორტის მიმართულებით და შესაბამისად ამ ეტაპზე გამოთიშული ვართ სრულად პროცესებს. არქი ჩვენ პერიოდულად შეგაწუხებთ ესეთ თემებთან დაკავშირებით და მიხარია რომ ჩვენ შორის არის ეს საქმიანი კომუნიკაცია საიმისოთ რომ თქვენი კომპეტენტური აზრი BMG-ს პლატფორმაზეც მათ შორის დაფიქსირდეს და მადლობა ამ ყველაფრისთვის და მომბრძანებისთვის. კიდევ ერთხელ მინდა რომ მოინიშნოს საქმიანმა საზოგადოებამ ქართულ-ამერიკული თავისუფლების ალიანსის დამფუძნებელი ეს ორგანიზაცია რომელიც გიორგი ამ შემთხვევაში წარმოადგენს ლაბაძე და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა უთხრა მომბრძანებისთვის გიორგი დავითაიას ქართულ-ამერიკული თავისუფლების ალიანსის დამფუძნებელს. რამდენჯერმე შემეშალა გვარი წარდგენის დროს, მაგრამ არ უშავს. დაახლოებით 5 გიორგია ამ წუთში სტუდიაში, რაც დავთვალე ოპერატორებთან ერთად. წარმატებები და მადლობა მომბრძანებისთვის. მადლობა თქვენ. მადლობა.